1975 წლის ნოემბრის 10 რიცხვში ყველაზე დიდი გემი, რომელიც ოდესმე ჩაძირულა დიდ თბებზე, წყლის ქვეშ იძირება. Whitefish-ის ყურიდან ჩრდილო-დასავლეთით 15 საზღვაო მილის მანძილზე, ზემო ტბაზე, გემი თავის 29 ეკიპაჟის წევრთან ერთად იძირება. შემდგომი გამოძიება უფრო მეტ კითხვას ტოვებს, ვიდრე პასუხს. ერთი რამ ცხადია. არ არსებობს თეორია, რომელზეც ყველა თანხმდება. ამიტომ უნდა წაიგითხოთ ამ ვიდეოს კომენტარები, რომ მეტი ინფორმაცია მიიღოთ და თავად გადაწყვიტოთ, რომელი ახსნა ყველაზე დამაჯერებელი. 2023 წლის ნოემბერში გამოვაქვეყნე ვიდეო Edmund Fitzgeraldზე, რომელიც შემდეგ წავშალე. მე ყურადღება გავამახვილე ოფიციალურ გამოძიებაზე და თქვენ სწრაფად მიუთითეთ, რომ ამ საკითხში ბევრად მეტი რამ არის. გმადლობთ, ვაფასებ თქვენ შენიშვნებს. დაუშვი რამდენიმე შეცდომა და ამიტომ ეს პირად გამოწვევად მივიღე, რომ ჩემი დონე ამემაღლებინა. შეუძლებელია აბსოლუტური სიზუსტით დავადგინოთ ამ ავარიის მიზეზი. მაგრამ ამ ვიდეოში გაიგებთ, რა შეიძლება იყოს შესაძლო ხელშემწყობი ფაქტორები, ასევე ამ თეორიების ზოგიერთი ძლიერი და სუსტი მხარე. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, კომენტარებში თქვენი მოსაზრება გააზიაროთ. ჩვენი ისტორია იწყება ერნესტ მაქსველით, რომელიც კანადაში დაიბადა. 11 წლის ასაკში ის მამასთან და დედინაცვალთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. მან თავისი მოზარდობის წლები გაატარა, როგორ უყურებდა ხომალდებს, რომლებიც თვირთს ატარებდნენ წმინდა ლავრენტის მდინარეზე, დიდ ტბებიდან მონრეალამდე და კვებეკამდე. ბავშვობიდანვე გადაწყვიტა, რომ მათ რიგებს შეუერთდებოდა და 23 წლის ასაკში დაიწყო თავისი კარიერა წყალში. დიდი ტბები უზარმაზარი შიდა ტბებია. ისინი მსოფლიოში ყველაზე დიდი მტკნარი წყლის სისტემაა, რომელიც შეიცავს ამერიკის მტკნარი წყლის 80%-ს და მსოფლიოს მტკნარი წყლის 20%-ს. ყოველ წელს 120 მილიონ ტონა ტვირთს გადაზიდავენ დიდი ტბების გავლით. ისინი არტერიებია, რომლებიც მძიმე ინდუსტრიას სიცოცხლეს უნარჩუნებენ, მაგრამ ეს ტბები ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე უმეტესობას გონია. აქ დაახლოებით 6,000 გემის ნამსხვრევია და თითქმის 30,000 მეზღვაურის სამარი. 729 ფუტის სიგრძით Edmund Fitzgeraldi ისეა დაპროექტებული, რომ 1 ფუტით ნაკლები იყოს დიდი ტბების მაქსიმალურ ზღვარზე. მშენებლობა იწყება მე-9 აგვისტოს 1957 წელს და განსხვავდება იმ დროის ჩვეულებრივი წარმოების პროცესისგან. ტრადიციულად მშენებლობა იწყება გემის კილის დადებით და იქიდან გემის აშენებით. მაგრამ Edmund Fitzgeraldi-ის კორპუსი აშენებულია ბულხედის სეგმენტებად, რომლებიც შემდეგ ერთმანეთს უერთდება. ეს ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა, როცა ასეთი ტიპის აწყობა გამოიყენეს და შემდეგ ინდუსტრიის სტანდარტად იქცა. 1958 წლის 7 ივნისს Edmund Fitzgeraldi წყალში ჩაუშვეს. ჩაშვების მომენტში ის იყო ყველაზე დიდი გემი დიდ ტბებზე. მისი წონა 14,622 ტონას შეადგენს და შეუძლია 25,000 ტონაზე მეტი ტვირთის გადაზიდვა. მას ჰყავს 29 კაციანი ეკიპაჟი და მოძრაობს მასიური ორთქლის ტურბინის ძრავებით, რომლებიც გემს 14 კვანძის სიჩქარით გადაადგილებენ. გემი დასახელებულია Northwestern Mutual Life Insurance Company-ს პრეზიდენტისათისა და აღმასრულებელი დირექტორის Edmund Fitzgeraldi-ის სახელზე, რომელმაც დაფარა $8,400,000 ღირებულების გემის ხარჯები. ნათლობის ცერემონიალზე Edmund Fitzgeraldi-ის მეუღლე Elizabeth Fitzgeraldi ცდილობს შამპანურის ბოთლი გემ Fitzgeraldi-ის ბორტზე გადაეხოს. მას 3 ცდელობა სჭირდება. ბოლო წლებში ტრადიციული შამპანურის ნათლობის ბოთლი გაათხელეს, რათა მისი გადახვა უფრო მარტივი ყოფილიყო და თავიდან აეცილებინათ უხერხულობა და ცრურწმენა წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში. თითქოს და ცრურწმენის გასაძლიერებლად თოკების გათავისუფლებას 9 საათზე მეტი სჭირდება. და გემი წყალში საშიში კუთხით ჩადის, რის შედეგადაც უზარმაზარი ტალღა მეორე ნაპირზე გადადის და გაშვების მაყურებლებს ასველებს. თითქმის 15,000 მაყურებლის ბრბოში ამბობენ, რომ 58 წლის კაცს გულის შეტევა დაემართა და ადგილზე გარდაიცვალა. ცრურწმენა ამ მოვლენათა ჯაჭვს გემისთვის ცუდი იღბლის ნიშნად მიიჩნევს. მიუხედავად ამისა, გემი აღჭურვეს და ექსპლუატაციაში შევიდა. გემზე არსებული მასიური ორთქლის ძრავა მას იმ დროის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ სადურთო გემად აქცევს. მისი საჯის სახლი აღჭურვილია იმ დროისთვის ყველაზე თანამედროვე სანავიგაციო და რუგების აპარატურით, ასევე უმაღლესი დონის რადიო და საკომუნიკაციო მოწყობილობებით. შიდა მოწყობილობები სადურთო გემისთვის მდიდრულია. 2 სტუმრის კაიუტა, სტუმრების მისაღები, კომფორტული კაპიტნის ოფისი და საცხოვრებელი, სარეცხი ოთახი, დასასვენებელი გემბანი და ეკიპაჟის კაიუტები, ინდუსტრიულ სტანდარტებზე უფრო დიდია.
მათ ასევე აქვთ სამზარეულო ყველა საჭირო მოწყობილობით, რათა უზრუნველყონ კვება გემზე არსებულ ორ სასადილოში, ერთი ლუქს კლასის სასადილო ოფიცრებისთვის და კომპანიის სტუმრების მისაღებად, ხოლო მეორე ეკიპაჟისთვის. გემი გაქირავებულია ოკლობ ნორტონის მინერალური კომპანიის მიერ 25 წლიანი კონტრაქტით. 1958 წლის 22 სექტემბერს Edmund Fitzgerald-ი თავის პირველ მოგზაურობას იწყებს. ტოვებს თავის სამშობლოს რუჟის მდინარეზე დეტროიტში, მიჩიგანში და მიემართება Silver Bay-ში, მინესოტაში, რათა აეყოს დაკონიტის რკინის მადნის ტვირთი. თავის პირველივე მოგზაურობაში გემი დიდ ტბებზე ტვირთის გადაზიდვის რეკორდს ამყარებს, რაც პირველი იქნება მრავალი რეკორდიდან, რომელსაც ეს გემი დაამყარებს. 10 წელზე მეტხანს იგი რჩება ყველაზე დიდ გემად დიდ ტბებზე, ატარებს ტვირთებს, რომლებიც ადრე შეუძლებლად მიიჩნეოდა. მაყურებლები რიგში დგებიან, რომ უყურონ, როგორ გადის გემი შლუზებსა და არხებში. მას მეტსახელად მომღერალ გემს ეძახიან, რადგან ერთ-ერთი მისი კაპიტანი, Peter Polseri, მორალის ასამაღლებლად მეგაფონით მუსიკას უკრავდა. იგი ასევე ცნობილია იმით, რომ მეგაფონით საუბრობს და მაყურებლებს გემის შესახებ ფაქტებს უზიარებს, როცა ისინი დოკებში გადიან. ახალი სამშენებლო ტექნიკებიდან დაწყებული, ყველაზე დიდი გემის სტატუსით, მის გაშვებასთან დაკავშირებული ცრურწმენების დაძლევით, ყველაზე დიდი ტვირთის გადაზიდვით და გამორჩეული ხასიათის კაპიტნით, Edmund Fitzgerald-ი იძენს რეპუტაციასა და ლეგენდას, რომელსაც დღეს SpaceX-ში ადარებდით. 1971 წელს პირველი რეისიდან 13 წლის შემდეგ გემი გადაკეთდა ნახშირის ნაცვლად ნავთობით მუშაობაზე, რამაც მისი სიჩქარე და განძლეობა გაზარდა. 1972 წელს Ernest Maxwell ხდება Edmund Fitzgerald-ის კაპიტანი. Maxwell-ის უკვე 9 გემი ჰყავდა მართვაში. როდესაც Edmund Fitzgerald-ის კაპიტანი არ არის, ის თავის ცოლ ნელისთან ერთად ცხოვრობს, Ottawa Hills-ში, ოჰაიოს მწვანე გარეუბანში, რომელიც Eries ტბასთან ახლოსაა, სადაც მან და ნელიმ გაზარდეს ნელის 3 შვილი, წინა ქორწინებიდან. 1973-74 წლის ზამთარში Fitzgerald-ი წყლიდან ამოიყვანეს ყოველწლიური ტექნიკური მომსახურებისთვის. ყოფილი Fitzgerald-ის ეკიპაჟის წევრი George Bergner-ი ერთ დღეს გემთმშენებელ ქარხანაში იმყოფება, როდესაც ის შემთხვევით ისმენს საუბარს გემთმშენებელი მუშასა და Ogilvy Mineral კომპანიის თანამშრომელს შორის, რომელიც Fitzgerald-ის მფლობელი იყო. მოგვიანებით ერთ-ერთ ჩვენებაში Bergner-ი ამბობს, რომ საუბარი ეხებოდა შედუღების ნაკერებში გაჩენილ ბზარებს, რომლებიც კილს ადგილზე ამაგრებდა და რომ კილი მოშვებული იყო. საზღვაო დაცვას ცნობილია შედუღების ნაკერებში არსებული ბზარები და მათ მცირე რემონტს დაუმტკიცეს ნებართვა. Bergner-ი ასევე ჩვენებას აძლევს კიდევ ერთ საუბარზე, რომელიც მან Maxwell-ისა და ეკიპაჟის წევრებს შორის Fitzgerald-ზე მოისმინა. ეკიპაჟის წევრები Fitzgerald-ის ფსკერიდან დალახს თხრიდნენ, როცა შენიშნეს, რომ კილი ისევ მოშვებული იყო და ამის შესახებ Maxwell-ის აცნობეს. Bergner-ის თქმით, Maxwell-ის პასუხი ასეთი იყო: ამ ნაბიჯვარს მხოლოდ ერთი წედი კიდევ არ უნდა დაიშალოს. ამის შემდეგ, რაც უნდა მოუვიდეს, აღარ მაინტერესებსო. Maxwell-ის სეზონის შემდეგ პენსიაზე გასვლას აპირებს და პრობლემა ახალ კაპიტანს გადაეცემა. ამას Edmund Fitzgerald-ის ჩაძირვის პირველ თეორიად მოიხსენიებ. სატვირთო გემი, რომელიც ცუდად არის მოვლილი, ავარია მხოლოდ დროის საკითხია. თუ კილი მოშვებული იყო და სტრუქტურული პრობლემებიც არსებობდა, შესაძლებელია ძლიერი შტორმი ამ სუსტი წერტილების გამწვავებას გამოეწვია, რის შედეგადაც Fitzgerald-ი დაიშალა და ჩაიძირა. Fitzgerald-ის დაგემი, Arthur Homer-ი, მოგვიანებით 1980 წელს სამუდამოდ გამოეყენება სტრუქტურული დეფიციტის გამო, რაც შესაძლოა მსგავს პრობლემაზე მიუთითებდეს. მაგრამ ახლა 1965 წელია და Edmund Fitzgerald-ი თავის პიკშია. ჯერ კიდევ პირველ 25 წლიან კონტრაქტშია და მოსალოდნელი ექსპლუატაციის ვადის მესამედსაც კი არ გაუვლია. 9 ნოემბერი 1975 წლის 08:30 საათზე Edmund Fitzgerald-ი მიბმულია Burlington Northern-ის რკინიგზის ნავსადგურზე. იწყებს თვირთვას 26,000 ტონაზე მეტი ტაკონიტის ჩატვირთვას მოგზაურობისთვის Superiorიდან, Wisconsin-დან, Superior-ის ტბის გავლით და სამხრეთით Zug Island-ამდე, დეტროიტის მდინარეზე. თვირთვის პროცესი ხანგრძლივია, როგორც ყოველთვის. სეზონის ბოლოსკენ Pitts ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ტვირთი მიიტანოს, სანამ ზამთრის ამინდი შემოიჭრება. თვირთვის უფროსი და გემბანის უფროსი ერთად მუშაობენ, რათა უზრუნველყონ მადნის სწორად განაწილება გიგანტური გემის კორპუსში. თუ ერთი მხარისკენ ან მეორისკენ მეტია დატვირთული, გემი გადაბრუნების რისკის წინაშე დადგება. თუ ცენტრალურ ხაზზე მეტია დატვირთული, გემს შეიძლება ტვირთი ქვედა ნაწილით გამოათრიოს ბორტიდან, ან უარეს შემთხვევაში გემის შუაზე გათხდეს, რამაც უკვე არაერთი გემი გაანადგურა. ამას შეიძლება Edmund Fitzgerald-ის ჩაძირვის მეორე თეორია ეწოდოს. თუ გემი ტვირთის თევადობის ზღვარზეა დატვირთული, ეს ამცირებს მის თავისუფალ ბორტს.
თავისუფალი ბორდი არის გემის დამატებითი თევადობა. გემს ყოველთვის სჭირდება გარკვეული თავისუფალი ბორდი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ჩაიძირება. ყველა გემს აქვს განსაზღვრული თავისუფალი ბორდი, რომელსაც არ უნდა გადააჭარბოს. თუ ფიცჯერალდი გადადვირთულია, ეს ამცირებს მის თავისუფალ ბორდს და ჩვეულებრივ ამინდის პირობებში ეს შეიძლება მნიშვნელოვნად არაისახოს. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური აგვირდება დიდ ნოემბრის ქარიშხალს, მაგრამ პროგნოზირებს, რომ ის სუპერიორის ტბის სამხრეთით გაივლის. 14:15-ისთვის 6 საათის შემდეგ ეკიპაჟი იღებს ნაპირზე დამაგრებულ თოკებს და Edmund Fitzgerald თოვებს სუპერიორის ტბას, დეტროიტის მიმართულებით, 26,116 ტონა თაგონიტის პელეტით. დატვირთვის შემდეგ Fitzgerald-ის ეკიპაჟი გემბანზე ამაგრებს სატვირთო ლუქებს და ამით ბეჭდავს სატვირთო ღიობებს. ზოგიერთი ლუქი უკეთეს მდგომარეობაში ყოფილა, მაგრამ მთლიანობაში ისინი კარგ სამუშაო მდგომარეობაშია. როცა ისინი დოვებენ დალღამ-ტეხს, ჯენის არმაგუსტი და მისი ორი შვილი ნაპირზე დგანან. ბავშვები იმედოვნებენ, რომ დაინახავენ მამას, მაიკლ არმაგუსტს, რომელიც მესამე თანაშემწეა. ის გემბანზე არ არის. ჯენის იხვირის ერთ-ერთ გემის მუშას და ეკითხება, სად არის მაიკი, და ის პასუხობს, რომ მაიკი გემბანის ქვემოთაა. ჯენისი და ბავშვები გემს ემშვიდობებიან და უყურებენ, როგორ გადის ის სუპერიორის ტბაზე. გემის მუშა აგრძელებს გარშემო სიარულს და ამინდის სიმშვიდის გამო საჭიროებისამებრ აჯაჭეს გემბანის ლუქებს. გემბანის ლუქები Edmund Fitzgerald-ის ჩაძირვის მესამე თეორია. როგორც Edmund Fitzgerald-ის ჩაძირვის ყველა თეორია, გემბანის ლუქების თეორიაც დიდად სადავოა. Edmund Fitzgerald-ის ბევრ ფოტოზე ყველა ლუქის საკეთი არ არის დამაგრებული. ამან ზოგი დაარწმუნა, რომ ჩვეულებრივი პრაქტიკა გზაში ყველა საკეთი არ იყოს დამაგრებული. ერთი მხრივ, ყველა ფოტო ხომ არ არის გადაღებული მაშინ, როცა გემი მიცურავს. ასე რომ, როგორ გავიგოთ, ჩვეულებრივი პრაქტიკაა თუ არა ლუქების დაუმაგრებლად დატოვება მაშინ, როცა გემი გზაშია. მეორე მხრივ, სხვა გემების კაპიტნებმა იგივე ტიპის ლუქის სახურავები და საკეთები გამოიყენეს, ისე რომ ისინი არ მსხვერპლიდან გამოსულა, რადგან თავად ლუქის სახურავის წონა საკმარისია ლუქის დასახურად, თუდაც რამდენიმე საკეთი არ იყოს დამაგრებული. ასევე შესაძლებელია, რომ გემის მფლობელების ინტერესში იყოს ბრალის ეკიპაჟისთვის გადაბარება, რათა მიიღონ სადაზღვევო ანაზღაურება. არსებობს ორი მთავარი კითხვა. ყველა ლუქის საკეთი იყო უსაფრთხოდ დამაგრებული და თუ არა, შეიძლებოდა თუ არა ამან გემის კორპუსში იმდენი წყალი შეეყვანა, რომ გემი ჩაძირულიყო. Edmund Fitzgerald-ის ბორტზე ყველაფერი კარგადაა, როცა ისინი გვიანი შუადღისკენ მიცურავენ. მოულოდნელად ბარომეტრი სწრაფად ეცემა და ნათელი ხდება, რომ ქარიშხალი ზედატბას დაატყდება თავს. 16 საათი და 13 წუთზე კიდევ ერთი სატვირთო გემი, Arthur M. Anderson-ი ტოვებს ორ ბორტს, მინესოტაში, Edmund Fitzgerald-ზე ცოტა ადრე და პარალელურ კურსზე გადის. მისი აშენების დროს ოდნავ უფრო ძველი Anderson-ი Fitzgerald-ზე მოკლია. გადაკეთების შემდეგ მისი სიგრძე ოდნავ აღემატება Fitzgerald-ისას, მაგრამ აშკარად უფრო ნელია. Edmund Fitzgerald-ი მალე ამცირებს Anderson-ის უპირატესობას. შუავამისთვის ორი გემი ერთმანეთის სიახლოვესაა და იწყებენ კომუნიკაციას. ორივე გემი აღჭურვილია ამინდის დაკვირვებისა და ანგარიშგების აპარატურით, რომელსაც ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იყენებს. ორივე კაპიტანი გადაწყვეტს კანადის სანაპიროსთან ახლოს იმოძრაონ, რომ ქარიშხალს შეაფარონ თავი. ქარიშხლის მოძრაობისას ისინი აცნობიერებენ, რომ ქარიშხალი მათ დაეძევათ მანამდე, სანამ Whitefish Bay-ს უსაფრთხოებას მიაღწევენ. რადგან Edmund Fitzgerald-ი უფრო სწრაფი გემია, ის Anderson-ს უსწრებს, მაგრამ ორივე გემი რადიოსა და რადარის დიაპაზონშია, ამიტომ ისინი რეგულარულად ესაუბრებიან ერთმანეთს ამინდის გაუარესების შესახებ. ქარის სიჩქარე 40 კვანძამდე გაიზარდა და ტალღები თავისუფლად 10-დან 12 ფუტამდე სიმაღლისაა. Anderson-ის კაპიტანი Bernie Cooper-ი უკავშირდება Fitzgerald-ს და უზიარებს თავის პროგნოზს, რომ როგორც კი შტორმი გაძლიერდება, ქარი სავარაუდოდ 180 გრადუსით შეიცვლება. როცა განთიადი დგება, გემები Whitefish-ის ყურის გარეთ მდებარე კუნძულებს უახლოვდებიან. 14 საათზე გემები შტორმის თვალში გადიან და, როგორც პროგნოზირებული იყო, ქარი სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ იცლება და ძლიერად 42 კვანძის სიჩქარით უბერავს. ტბაზე თოვლი ძლიერად იწყებს თოვას. Anderson-ი Fitzgerald-ის დანახვას კარგავს. როდესაც პირობები უარესდება, ისინი ერთმანეთს მხოლოდ რადარზე ხედავენ. სწორედ აქ იწყებს ამბავი სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას. ეს სცენარები შეიძლება ცალკე ან ერთმანეთთან კომბინაციაში განვიხილოთ. ყველა იცნობს ამ ამბავს და ყველას აქვს თავისი აზრი და თითოეულს თავისი საფუძველი აქვს. ჩემი საუკეთესო ვარაუდია, რომ ჩაძირვის ზუსტი მიზეზი ერთში კი არ მდგომარეობს, არამედ მიზეზების კომბინაციაში. მაგრამ რომელი კომბინაცია?
15 საათზე ანდერსონის კაპიტანი კუპერი გემს უფრო აღმოსავლეთით წაიყვანს, რომ თავიდან აიცილოს 6-ფუთიანი მეჩეთში. კაპიტანი მაქსოულეი ფიცჯერალდზე ანდერსონს ღრმა წყლებში არ მიხვება. ნორმალურ პირობებში 6-ფუთიანი მეჩეთში დაახლოებით 36 ფუტამდეა ღრმა. ანდერსონის დატვირთული ნახაზი დაახლოებით 26 ფუტია. გემის ნახაზი არის კილის სიღრმე წყლის ზედაპირიდან ქვემოთ. ფიცჯერალდის ნახაზი ნორმალური დატვირთვისას 25 ფუტია. ყოველთვის კარგი იდეაა თავი არიდო მეჩეთებს, განსაკუთრებით ცუდ ამინდში. თუ ფიცჯერალდი მეჩეთს დაეჯახება, ეს შეიძლება გემის მთლიანობას ავნოს. მძიმე თვირთან და ცუდ ამინდთან ერთად ისინი შესაძლოა მთლიანად დაიშალონ. 15 საათი 30 წუთზე კაპიტანი მაქსოულეი ფიცჯერალდიდან რადიოთი უკავშირდება ანდერსონს და ამბობს, რომ გემბანზე მოეჭრათ მოაჯირი და რამდენიმე სავენტილაციო საფარი. ისინი წყალს იღებენ. ჩემი აზრით, ეს არის მეოთხე თეორია ედმუნდ ფიცჯერალდის ჩაძირვის ასახსნელად. მაქსოულეი ამბობს, რომ ამცირებს სიჩქარეს, რათა ანდერსონმა შეძლოს დაწევა. კაპიტანი კუპერი ადასტურებს, შემდეგ ეკითხება, ჩართულია თუ არა ტუმბოები და კაპიტანი მაქსოულეი ადასტურებს, რომ ორივე მუშაობს. ანდერსონი ახლა ფიცჯერალდისგან 17 საზღვაო მილის უკანაა. ორივე გემი თეთრი თევზის ყურის უსაფრთხოებამდე დაახლოებით 4 ან 5 საათის სავალზეა. 15:30-დან 16:20-მდე კაპიტანი კუპერი აგვერდება თავის რადარს, როცა ფიცჯერალდი მიემართება 6-ფუთიან მეჩეთისკენ, შემდეგ კი პირდაპირ გადის მასზე. 6-ფუთიანი მეჩეთში ადგილობრივ კაპიტნებს კარგად იციან, მაგრამ სიღრმეები რუკაზე კარგად არ არის აღნიშნული. სინამდვილეში იმ დროს კანადურ და ამერიკულ რუკებს შორის განსხვავებებია. შესაძლებელია ფიცჯერალდის კორპუსი მეჩეთს შეეხო და მძიმე ამინდში ტალღამ გემს იმავე დროს დაარტყა, რითაც მეჩეთთან შეხება დაფარა. ეს არის ედმუნდ ფიცჯერალდის ჩაძირვის მეხუთე თეორია. 16:20-ზე მათი ბოლო კონტაქტიდან ნაკლებ საათში ანდერსონი კიდევ ერთ ზარს იღებს ფიცჯერალდისგან. კაპიტანი მაქსოულეი ამბობს, რომ ორივე რადარი არ მუშაობს და ის ბრმად მართავს გემს. ის კაპიტან კუპერს სთხოვს დაეხმაროს ნავიგაციაში ანდერსონის რადარის გამოყენებით. კაპიტანი მაქსოულეი ანდერსონს არ ახსენებს, რომ გემი ნაპირზე დაეშვა ან მეჩეთს შეეხო და ის აგზელებს გემის ღრმა წყლებში წაყვანას მას შემდეგ, რაც მეჩეთს გადაუარა. ფიცჯერალდის ჩაძირვის შემდეგ გამოძიების დროს ბევრი ინჟინერი და ექსპერტი გამოიკითხა. ყველა ექსპერტი მოწმედ თანხდებოდა, რომ ფიცჯერალდი სწრაფად ჩაიძირებოდა თუ მეჩეთს შეხებოდა. იმ დროის არც ერთ ექსპერტს არ სჯეროდა, რომ გემი შეძლებდა ასე შორს გაცურებას. მე ნავზე ვყოფილ ვარ, როცა ქვიშის მეჩეთებს ვუვლიდით და მსუბუქად შევეხეთ ფსკერს. ვიცი ეს სხვა მასშტაბია, მაგრამ როცა შევეხეთ, ვიგრძენი კანგალი და აშკარა შენელება, როცა გემი შეეხო ფსკერს. ფიქრობ, ისეთი გამოცდილი კაპიტანი, როგორიცაა მაქსოულეი, აუცილებლად შეამჩნევდა და იტყობინებდა, თუ შოლს შეხებოდა. არსებობს რამდენიმე ფორუმი, სადაც საუბრობენ ღვინთავებზე, რომლებმაც შოლზე წითელი საღებავი იპოვეს, მაგრამ რამდენიც არ უნდა მეძებნა ორიგინალური ციტატა, მხოლოდ ფორუმის კომენტარებს პოულობდი და არა ორიგინალურ სტატიას ამ მტკიცების შესახებ. ვიპოვე სტატიები შოლების ოფიციალურ ძიებაზე, რომლებმაც არ აღმოაჩინეს არანაირი მტკიცებულება შოლზე შეჯახების შესახებ. 16:30-ისთვის ბნელდება და თოვლთან ერთად ხილვადობა თითქმის ნულოვანია. კარი ჩრდილოეთიდან 58 კვანძია. 17 საათზე კაპიტანი კუპერი ანდერსონიდან რადიოთი ათყობინებს, რომ ისინი ედმუნდ ფიცჯერალდის უკან 15 საზღვაო მილის მანძილზე არიან. 2 საზღვაო მილის დასახურად მათ 1 საათი და 9 დასჭირდათ. ისინი კვლავ ეხმარებიან ნავიგაციაში თავიანთი რადარით, ნელ-ნელა ამცირებენ მანძილს. 17 საათი და 20 წუთზე კაპიტანი მაქსოულეი მიშიგანის გრანდ მარიას სანაპირო დაცვის სადგურს უკავშირდება. ის ცდილობს Whitefish Point-ის შუქურიდან პოზიცია განსაზღვროს, მაგრამ სიგნალს ვერ იღებს. რადარის გარეშე და ასეთი დაბალი ხილვადობის პირობებში ეს მისთვის ნავიგაციის ერთ-ერთი ერთადერთი საშუალებაა. დიდი ტბების რეგისტრირებული პილოტი იმყოფება შვედურ ხომალდ ავერფორსზე, რომელიც Whitefish Point-იდან ჩრდილოეთით მიემართება. ის პასუხობს ფიცჯერალდს და ეუბნება, რომ Whitefish Point-ის შუქურა მუშაობს, მაგრამ რადიო შუქურა არ მუშაობს. ფიცჯერალდი ძალიან მცირე ინფორმაციით ნავიგირებს კიდებს. რადიო არხი რამდენიმე წამით ღია რჩება და ავერფორსის ბორტზე მყოფი პილოტი ისმენს, როგორ ეუბნება ფიცჯერალდის კაპიტანი ეკიპაჟს. არავის მისცეთ ნება, რომ გემბანზე გავიდეს. შემდეგ იყო საუბარი სავენტილაციო ღიობზე, რაც გაურკვეველია. ფიცჯერალდის კაპიტანი შემდეგ ავერფორს ეუბნება, რომ ფიცჯერალდი ძლიერად გადაიხარა.
ორივე რადარი დაკარგა და გემბანზე ძლიერ დალღებს იღებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ზღვა, რაც კი ოდესმე უნახავს. სია ადასტურებს, რომ ფიცჯერალდში უკვე წყალი შევიდა. შესაძლოა კილი გამოეყო და გაუმართავმა შედუღებებმა წყალი წყალქვეშა ხაზიდან შიგნით შეუშვა. შესაძლოა გემბანის ლუქები მყარად არ არის დახურული და წყალმა გზა იპოვა თვირთის ლუქებ-შუქებში, რომლებიც ამ პირობებში შესაძლოა დასაშვებზე მეტ თვირთს ატარებენ. დაზიანებულმა სავენტილაციო საფარმა შეიძლება იმდენი წყალი შეუშვა, რომ გემი გადაიხარა. ან იქნებ ფიცჯერალდი ნაპირზე შეჯდა და კორპუსში ნახრედი გაუჩნდა, რის შედეგადაც წყალი შიგნით აღწევს. ეხლა მივადექით ედმუნდ ფიცჯერალდის ჩაძირვის მე-6 თეორიას. სხვა მძვინვარებს 25 ფუტიანი დალღები ანდერსონისა და ფიცჯერალდის გემბანზე გადმოიქცევა. ფენომენი, რომელიც ცნობილია როგორც სამი და, დაფიქსირდა ედმუნდ ფიცჯერალდისა და ართურ ანდერსონის მდებარეობებთან ახლოს. 2 ან 3 ჩვეულებრივზე დიდი მოულოდნელი დალღების სერია ეჯახება ორივე გემს. კაპიტანი კუპერი ანდერსონზე აფიქსირებს 2 დალღას, რომლებიც დაახლოებით 30-25 ფუტის სიმაღლისაა მე-19 საათზე. ის თავის გემის ჟურნალში აღნიშნავს, რომ დალღების მოქმედებამ ზიანი მიაყენა გემის გემბანის აღჭურვილობას. შესაძლებელია, რომ პირველმა დალღამ ფიცჯერალდის გემბანი დიდი რაოდენობის წყლით დაფარა. თუ ის მთლიანად არ დაიცლება მეორე დალღის დარტყმამდე, შეიძლება ცხვირი წყალში ჩაძიროს. ან შესაძლებელია, რომ ფიცჯერალდი მარლა ამოვიდეს, ერთ ან 2 დალღაზე გადაეფაროს და შუაში მოიხაროს, რის შედეგადაც გემი გაიყოფა და სწრაფად ჩაიძირება. 19 საათზე ფიცჯერალდი Whitefish Bay-ს უსაფრთხოებამდე მხოლოდ 1 საათის სავალზეა. ანდერსონის პირველი თანაშემწე კაპიტან მაქსოულის ურეკავს და ატყობინებს, რომ ფიცჯერალდი დაახლოებით 10 საზღვაო მილის წინ არის და Whitefish Bay-დან დაახლოებით 15 საზღვაო მილის დაშორებით იმყოფება. 10 წუთის შემდეგ 19:20-ზე ანდერსონი თავის რადარზე სამხრეთით უფრო შორს კონტაქტს აფიქსირებს. ის ურეკავს მაქსოულის და ეუბნება, რომ 9 მილის წინ სამიზნე. რადარზე დაფიქსირებული სამიზნე სხვა ხომალდია. მაქსოული ეკითხება გაივლის თუ არა, რაზეც თანაშემწე პასუხობს. დიახ, ის თქვენს დასავლეთით ჩაივლის. ფიცჯერალდი პასუხობს მარტივად. კარგი, მშვენიერია. შემდეგ მეზღვაური ეკითხება, როგორ უმკლავდებით თქვენს პრობლემებს? და მაქსოული პასუხობს, ვართვით თავს. სუპერიორის ტბაზე 2 ზონა, ძლიერი ქარით, რომლის სიჩქარე 43 და 40 გვანს აჯარბებს. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ფიცჯერალდი იმყოფება, ქარები ყველაზე ძლიერია. დალღები თითქმის 20 ფუტს აღწევს, ქარის სიჩქარე კი საათში 50 მილზე მეტია. ედმუნდ ფიცჯერალდი ძლიერი ქარის ზონის აღმოსავლეთ კიდეზე იმყოფება. კაპიტანი კუპერი ანდერსონზე აფიქსირებს ჩრდილო-დასავლეთის ქარს, რომლის სიჩქარეა 57 მილი საათში, ხოლო ქარის დაბერვები 86 მილი საათში აღწევს. პირობები სახიფათოა. შემდეგ თოვლი იკლებს და ხილვადობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება. ანდერსონის ეკიპაჟი ფიცჯერალდის სინათლეებს ეძებს, მაგრამ ვერ ხედავს. კაპიტანი კუპერი შიშობს, რომ ფიცჯერალდს ელექტრომომარაგება შეუწყ და თავის ეკიპაჟს სთხოვს სილუეტი მოძებნონ. 19 საათი და 20 წუთია, მხოლოდ 10 წუთის შემდეგ მათი ბოლო რადიო ზარისა. ანდერსონის რადარი სამ სამიზნეს აფიქსირებს, მაგრამ არა ედმუნდ ფიცჯერალდს. კაპიტანი კუპერი რადიოთი უკავშირდება ფიცჯერალდს, მაგრამ პასუხს ვერ იღებს. ის კიდევ ერთხელ ურეკავს. მალე ის უკავშირდება სანაპირო დაცვის სადგურს, რათა აცნობს, რომ ფიცჯერალდთან რადიო კავშირი დაკარგა. 1 საათის შემდეგ 20 საათსა და 32 წუთზე კუპერი ისევ უკავშირდება სანაპირო დაცვას და ამბობს, რომ ძალიან შეშფოთებულია ფიცჯერალდის უსაფრთხოებით. 21 საათზე თითქმის 2 საათის შემდეგ მათი ბოლო კონტაქტიდან ანდერსონი ოფიციალურად აცხადებს ფიცჯერალდის დაკარგვას. სანაპირო დაცვა იწლებს საძიებო ოპერაციას. ისინი უკავშირდებიან სამაშველო კოორდინაციის ცენტრს კლივლენდში, ოჰაიო, რომელიც გზავნის საძიებო სამაშველო თვითმფრინავს ტრავერს სიტიდან. შემდეგ ისინი სთხოვენ ამ რაიონში მყოფ გემებს მოძებნონ ფიცჯერალდი. ერთზე მეტ გემს სთხოვენ შეცვალონ კურსი ან დაბრუნდნენ უკან, რათა მოძებნონ ფიცჯერალდის ბოლო ცნობილი მდებარეობა, მაგრამ ისინი უარს ამბობენ, რადგან თავიანთი გემისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება მათთვის პირველ რიგშია. სანაპირო დაცვა მაშინვე არ აგზავნის სამძებრო და სამაშველო ნავს, ძლიერი ქარისა და ხელვის გამო. ისინი სთხოვენ კაპიტან კუპერს ანდერსონზე შემოbrunდეს და დაითხოვს ძებნა. კაპიტანი კუპერი ხოქმანობს, მას აშფოთებს, რომ ფიცჯერალდი შეიძლება შტორმს შეეწირა, რომელიც მისმა ეკიპაჟმა ახლახან გადაიტანა. რამდენიმე დაყოლიების შემდეგ ის უხალისოდ თანხმდება და ანდერსონს აბრუნებს, რომ შტორმში დაბრუნდეს და ფიცჯერალდის ძებნა დაიწყოს.
ღამე დღედ იქცევა. მომდევნო დილის 8 საათზე ანდერსონი მაშველ ნავის ნატეხს ამჩნევს. შემდეგ კიდევ ერთს. თვითმფრინავები და სამაშველო ხომალდები დიდ ტერიტორიას ეძებენ, მაგრამ 29 ეკიპაჟის წევრიდან არც ერთი არ არის ნაპოვნი, არც ცოცხალი და არც გარდაცვლილი. ისინი პოულობენ სამაშველო ჟილეტების ნატეხებს, ნიჩბებს, მაშველ ნავს, ჰაერის ბალონებს და ბაგირს, მაგრამ არც პირად ნივთებს და არც ცხედრებს. მაშველ ნავებზე მიყენებული დაზიანებები მიუთითებს, რომ ისინი გემიდან ძალით იყო მოწყვეტილი. ისინი წყალში არ ჩაუშვიათ. რამდენიმე დღის შემდეგ, 14 ნოემბერს, გვერდითი სკანირების სონარი იდენტიფიცირებს ორ დიდ ობიექტს ზედატბის ფსკერზე. ისინი რამდენჯერმე ასკანერებენ მას, მაგრამ ვერ ადგენენ, არის თუ არა ეს ფიცჯერალდი. ზებნა შეწყდა. მომდევნო წლის მაისში საზღვაო ძალები გამოჰყავს თავიანთ Curve 3 წყალქვეშა დისტანციურად მართვადი აპარატი, რომელიც აღჭურვილია წყალქვეშა კამერით. მათ ვიზუალური დადასტურება მიიღეს, რომ ნამსხვრევები მართლაც Edmund Fitzgerald-ისია. ის ზის ფსკერზე, 530 ფუტ წყალში, ორ ნაწილად გაყოფილი, ხოლო ამ ორ ნაწილს შორის განფენილია უზარმაზარი ნამსხვრევების ველი. ისინი ვერ პოულობენ არც ერთ ცხედარს. Curve 3-ის კვლევის საფუძველზე ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭო აღნიშნავს დაზიანებებსა და დაგარგულ კომპონენტებს სხვადასხვა ლუქის სახურავებზე, მათ შორის გარეთნევის ბზარების ნიშნებსაც. ეს ასე გამოიყურება, თითქოს ტალღის მოქმედებას შეეძლო ლუკი ჩაემთვრია. მხოლოდ 1994 წელს აღმოაჩინეს ეკიპაჟის წევრის ცხედარი გემის ცხვირთან ახლოს. სამწუხაროდ ცხედარი ვერ ამოიცნეს. ასეთი ავარიის შემდეგ თითოეული ჯგუფი ცდილობს პასუხისმგებლობა სხვას დააკისროს. სადაზღვევო კომპანია ცდილობს პასუხისმგებლობა გემის მფლობელებს დააკისროს, რათა ნაკლები თანხა გადაიხადოს. გემის მფლობელები ცდილობენ თავიდან აიცილონ პასუხისმგებლობა ცუდ მოვლაზე ან გადატვირთვის მხარდაჭერაზე, რათა სადაზღვევო კომპანიამ სრული თანხა გადაიხადოს. მეზღვაურების ოჯახებს არ სურთ, რომ მათი საყვარელი ადამიანები დაადანაშაულონ ისეთ რამეში, როგორიცაა გემბანის ლუქების არასწორად დახურვა. და სანაპირო დაცვას არ სურს, რომ გააკრიტიკონ იმის გამო, რომ გემები დაუყოვნებლივ არ გაგზავნეს საძიებლად, ან შესაძლოა გამოტოვეს შანსი, რომ მოვლის შემოწმებისას უფრო საფუძვლიან შედუღებაზე დაეჟინათ. მაგრამ ერთი რამს ხადია, ამინდის ფაქტორმა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. თუ ამინს ამოიღებთ განდოლებიდან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფიცჯერალდი ამ მოგზაურობაში ჩაიძირებოდა. მაგრამ ხელვა და დიდი ტალღები ერთ ან რამდენიმე დამატებით ფაქტორთან ერთად ერთიანდებიან. 2005 წელს ონტარიოს მემკვიდრეობის აქტმა ეს ადგილი სამარხად გამოაცხადა, რაც ნიშნავს, რომ არავის შეუძლია დაბრუნდეს და იქ ჩაყვინთოს, რათა ავარიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეაგროვოს. შემდგომში აღმოჩნდა, რომ Six Fathoms შუალი 1 მილით უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა, ვიდრე იმ დროის ამერიკულ რუკებზე იყო აღნიშნული. Arthur Andersoni ფლესაც მოქმედებაშია. თქვენი აზრით, რომელი მათგანია დამნაშავე? მძიმე თვირთი, სტრუქტურული სისუსტე, სავენტილაციო საფარები ან გემბანის ლუქები, რომლებმაც წყალი შეუშვეს. უცნობ მეჩეთზე შეჯახება თუ დიდ დალღებზე გადატეხვა. თქვენი აზრი კომენტარებში დაწერეთ.